გოლფის კრიზისი კიდევ უფრო გამწვავდა და ამ სამშაბათს 2026 წლის 21 აპრილს ყურადღების ცენტრშია ერთი გემი, რომელიც ახლა ბევრად უფრო დიდი რამის სიმბოლოდ იქცა. ირანული სატვირთო გემი ტოსკა შეიპყრეს შეერთებული შტატების ძალებმა და მის გარშემო მზარდი ეჭვები ძალიან სერიოზულია. გემი არ ატარებდა ჩვეულებრივ ტვირთს, არამედ ნივთებს, რომლებსაც ვაშინგტონი ორმაგი დანიშნულების მასალად მიიჩნევს და შესაძლოა ირანის სამხედრო მანქანისთვის მნიშვნელოვანი იყოს. ამავე დროს ოპერაციის საჰაერო სივრცეც კვლავ აქტიურია. თვითმფრინავები, ჰაერში საწვავით შევსება და საჰაერო პლატფორმა მზად ყოფნაშია. ის, რაც მხოლოდ კიდევ ერთი საზღვაო გადაჭერად ჩანდა, ეხლა ირანის რეჟიმისთვის მკაცრ-გზავნილად იქცა. ბლოკადის გარღვევის ნებისმიერი მცდელობა შეიძლება დასრულდეს გამოვლენით, დაკავებით და კიდევ უფრო დიდი ზეწოლით. რაც მოხდა პირდაპირ იყო. 19 აპრილს არაბეთის ზღვაში USS Spruance-მა ტოსკა შეაჩერა, როდესაც გემი 17 კვანძის სიჩქარით ბანდარ აბასისკენ მიემართებოდა. ცენტრალური სარდლობის ოფიციალური ანგარიშის მიხედვით, ეკიპაჟმა 6 საათის განმავლობაში მრავალჯერ მიიღო გაფრთხილება და შეატყობინეს, რომ არ ღვევდნენ შეერთებული შტატების მიერ დაწესებულ ბლოკადას. რადგან ეკიპაჟმა არ დაემორჩილა, დესტროერმა უბრძანა სამანქანე განყოფილების ევაკუაცია და რამდენჯერმე გაისროლა თავისი 5 დიუმიანი ქვემეხიდან, რათა გემის ძრავა გამოეყვანა მწყობრიდან. ამის შემდეგ 31 ექსპედიციური დანაყოფის საზღვაო ქვეითები ავიდნენ სატვირთო გემზე და აიღეს კონტროლი ხომალდზე, რომელიც ამჟამად ამერიკელების ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება. უბრალოდ იყო გაფრთხილება, იყო უარი, იყო სროლა და იყო დაკავება. ერთი მხრიდან შეერთებული შტატები იყენებდა საზღვაო და საჰაერო ძალებს ბლოკადის შესანარჩუნებლად, რომელიც უკვე ამკაცრებდა ირანთან დაკავშირებულ მოძრაობას. მეორე მხრიდან IRISL-ის გემი, ირანული საზღვაო გადაზიდვების ჯგუფი, რომელიც 2019 წლიდან თავად შეერთებული შტატების მიერ არის სანქცირებული, მისი კავშირების გამო შეძენის აგენტებთან და რეჟიმის ბალისტიკური პროგრამის ჯაჭვთან. Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უსაფრთხოების წყაროები აფასებენ, რომ ტოსკა სავარაუდოდ ატარებდა ორმაგი დანიშნულების ნივთებს აზიაში მოგზაურობის შემდეგ. თავად ცენტრალური სარდლობა უკვე ჩამოთვლიდა მეტალებს, მილებს და ელექტრონულ კომპონენტებს, როგორც მასალებს, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ როგორც სამრეწველო, ასევე სამხედრო გამოყენება. მარტივი ენით რომ ვთქვათ, ეჭვი არ არის ჩვეულებრივ საქონელზე. საუბარია სენსიტიურ მასალაზე, რომელიც სასარგებლოა რეჟიმის შესანარჩუნებლად ალყის დროს. აი სწორედ აქ იძენს ფაქტი ძალას. თითოეული კონტეინერის საბოლოო შიგთავსი. გემის ქცევა, მისი მარშრუტი, ისტორია და საზღვაო წყაროების საწყისი შეფასება მიუთითებს, რომ ტვირთი სტრატეგიულად არის მიჩნეული. ტოსკა დაფიქსირდა ჩინეთის ტაიკანის პორტში 25 მარტს, შემდეგ ის გაიარა გაოლანი. ჩინეთში და კიდევ დაამატა კონტეინერები მალაიზიის პორტ ქლანგთან ახლოს, სანამ ომანის ყურეში გამოჩნდებოდა უკვე დატვირთული. ეს ეხმარება პასუხისგაცემაში, რატომ მოხდა შეჩერება. ვაშინგტონისთვის ეს უბრალოდ სატვირთო ხომალდი არ იყო, რომელიც ცდილობდა ირანის ტერიტორიაზე შესვლას. ეს იყო შესაძლო მომარაგების ხაზი აზიიდან, კრიზისის დროს, რომელსაც შეეძლო თეირანის სამხედრო სტრუქტურის გაძლიერება. ამ ისტორიის ადგილი გადამწყვეტია, გემი შეჩერდა ამ ზოლში. ზოლი, რომელიც აერთებს არაბეთის ზღვას ომანის ყურესთან, უკვე იმ სენსიტიურ ღერძზე, რომელიც ირანის პორტებს ამარაგებს და ჰორმუზის სრუტის კრიზისს უკავშირდება. მას შემდეგ, რაც ბლოკადა დაიწყო, ალყა მხოლოდ რიტორიკული აღარ იყო. ცენტრალური სარდლობა ამბობს, რომ ტოსკას დაკავებამდე 25 კომერციული ხომალდი უკვე იძულებული გახდა დაბრუნებულიყო. Reuters-მაც დააფიქსირა 23 გადამისამართებული გემი ბლოკადის წინა განახლებაში. ეს აჩვენებს, რომ ტოსკას დაკავება ცალკეული შემთხვევა არისო, არამედ ეს იყო ყველაზე აგრესიული ეპიზოდი ოპერაციისა, რომელიც უკვე მიმდინარეობდა. სხვა პირდაპირი ზეწოლის იარაღად იქცა. ვინც ახლა ცდილობს გზის გაჭრას, იცის, რომ შეიძლება მხოლოდ არ გააფრთხილონ, არამედ რეალურად შეაჩერონ. და მებრძოლი თვითმფრინავები მოძრაობაში. საჰაერო ოპერაცია კვლავ გრძელდება და კარგად არის დოკუმენტირებული თავად ამერიკული სამხედრო აპარატის მიერ. ოპერაცია Epic Fury-ს ოფიციალური გვერდი აჩვენებს მუდმივ ფრენით აქტივობას F-25B-ით, რომელიც 6 დღის განმავლობაში USS Tripoli-ზე მუშაობს. აპრილში F-25A და F-15E იღებენ საწვავს Casey-სგან. გარდა ამისა, USS Abraham Lincoln-დან გრძელდება საჰაერო ოპერაციები. თავად ცენტრალური სარდლობის მედია ცენტრი ინახავს ბოლო დროის ჩანაწერებს საჰაერო თავდაცვის, ფრენისას საწვავით შევსების, საზღვაო პატრულირებისა და ოპერაციასთან დაკავშირებული თვითმფრინავების გადაადგილების შესახებ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სანამ ტოსკა მოწმდება ჰაერში გაგზავნილი გზავნილი მზადყოფნის შესახებაა. ცა მოძრაობას აგრძელებს, რადგან ბლოკადა მხოლოდ გემებით არ ინარჩუნება.
ის უზრუნველყოფილია სრული სამხედრო სტრუქტურით, რომელიც მზად არის დაძაბულობა გაზარდოს თუ მოლაპარაკებები ჩაიშლება. როდის შედის ეს ისტორია ყველაზე დელიკატურ ეტაპზე? სწორედ დღეს, 21 აპრილს. იმიტომ რომ ცეცხლის შეწყვეტის ვადა იწურება და ტოსკას დაჭერა მოლაპარაკებების ცენტრში აღმოჩნდა. როიტერმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თეირანმა პოზიტიურად დაიწყო განხილვა პაკისტანში მოლაპარაკებებში მონაწილეობის შესახებ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ. იმიტომ რომ ბლოკადა კვლავაც ცენტრალურ დაბრკოლებად რჩება. იგივე რეპორტაჟში ნათქვამია, რომ JD Vance ჯერ კიდევ ორშაბათს შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა, რაც დიპლომატიური მოლაპარაკებების რაუნდთან დაკავშირებით გაურკვევლობას აძლიერებს. და რომ პაკისტანულ წყაროზე დაყრდნობით, რომელიც პროცესს უკავშირდება, ზავი ამოიწურებოდა შეერთებული შტატების აღმოსავლეთის დროით საღამოს 8 საათზე. რაც გრინვიჩის დროით შუაღამეს, ხოლო ირანში ხუთშაბათს დილის 3:30 საათს შეესაბამება. ანუ დღეს არის დღე, როდესაც პოლიტიკური დაძაბულობა საბოლოოდ ეჯახება სამხედრო დაძაბულობას. ირანის რეჟიმმა რეაგირება მოახდინა, მოქმედება არალეგალურად გამოაცხადა და მოითხოვა გემის, მეზღვაურებისა და ბორძე-მყოფი ოჯახების დაუყოვნებლივი გათავისუფლება. ჩინეთმაც გამოხატა შეშფოთება იძულებითი შეჩერების გამო. მან კიდევ ერთხელ დაიცვა ცეცხლის შეწყვეტისა და ჰორმუზში ნორმალური ნავიგაციის შენარჩუნების აუცილებლობა. მაგრამ ეს გარე უკმაყოფილება თეირანისთვის პრობლემის არსს არ ცვლის. თუ ეჭვი ტვირთზე გამყარდება და დადასტურდება, საქმე მხოლოდ საზღვაო ინციდენტს არ შეეხება. ეს იქნება სენსიტიური მარშრუტის გამჟღავნება, რომელიც დაკავშირებულია უკვე სანქცირებულ სტრუქტურასთან, მოდის აზიიდან და შეწყდა იმ დროს, როცა რეჟიმს ყველაზე მეტად სჭირდება ჟანგბადი. აი რატო არის ეს ეპიზოდი ასეთი მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ ის ერთდროულად აზიანებს ლოგისტიკას, სანდოობასა და მარაგების შევსების შესაძლებლობას. სრუტეში მოძრაობა კვლავ თითქმის პარალიზებულია. მხოლოდ 3 გემი გავიდა 12 საათში, რაც ბევრად ნაკლებია ვიდრე ჩვეულებრივ. როდესაც ასეთ გარემოში ერთი ირანული სატვირთო გემი იჭერენ, ბაზარი ამას აღიქვამს როგორც ნიშანს, რომ კრიზისი არ განელებულა. პირიქით, ვითარება გამწვავდა, ალყა გამკაცრდა. ბოლოს და ბოლოს ვაშინგტონი თulis, რომ იქ მნიშვნელოვანი მარშრუტი იპოვა, რათა ირანი კრიზისის დროს მოამარაგოს. ტოსკა სიახლედ მხოლოდ იმიტომ არ იქცა, რომ დააკავეს. ის სიახლედ იქცა იმიტომ, რომ მისი დაკავება მიუთითებს უფრო დიდ, უფრო შემაწუხებელ და უფრო საშიშ რამეზე. შესაძლებლობა იმისა, რომ ფარული მექანიზმი ძალით გამოაქვთ სიბნელიდან.